მოგესალმებით ტკბილებო, გუშინ ცოტა ვიზარმაცე და ამის გამო ერთი ვიდეო გასაკეთებელი მაქვს, რომელსაც რო გავაკეთებ, მერე უნდა გავაკეთო ეს დილის ვლოგი და მხოლოდ მერეღა შეძლებთ თქვენ რომ ნახოთ. ასე რომ ეს მეცვაღამე ეს მართალია პიჟამოების სექციაში ვიყიდე ეს. მაგრამ არ მომეტება რომ საწყოში ჩავიცვა, ამიტომ ის პიჟამოები, რომლებიც ძალიან მიყვარს, მაგეებს ჩავიცმევ საწყოში ხალხო და ამებს ჩავიცმევ გარეთ და მე ესენი ფორმას დააკარგავს და ისინი უკვე რომ სულიად გამოუსადეგარი გახდებათ დროის გამო მერე უკვე აი რატო ყოფილა ესეთები კაი ნახე ეს ჩაწებული რო აქ პრეტელებიანის დასაკიდებლად კი არ მიმიქცევი არასოდეს მაგისთვის ყურადღება. ესე იგი, ტანსაცმელი რომ მიწყვია, მერე მეკარგება. წარმოგიდგენიათ ეგეთი რაღაც, სადაც ჩამოკიდებული როცა მაქვს, ძალიან ადვილად პოულობ. რაო ჩემო სიყვარულო? მე ვამიყვარს ჩემი ლამაზი გოგო. მოდი ეს ჩაგაცვადე. ელასტიკი. ელასტიკი ხო ეს პიჟამოა და გაიხადე. ესე. ჩემი. What color boyme? Brown. Brown. Yes. ჩემო ჭკვიანო, ჩემო ლამაზო, ჩემო საყვარელო. ეს გასარეცხია. ესეც გასარეცხია. ძალიან სწრაფად ისრება ბავშვის ტანსაცმელი. აი რა ვიცი, ერთი დღე რო აცვი, ევა უკვე აღარ ლაქავს ხალხო. დალაქვის გამო არ ვიცახი. უბრალოდ არ ვიცი რატო, მაგრამ ძალიან სწრაფად ისრება. აი ესე მოდით მას შევიკრათ ან დავიწნათ რაღაცა გაწეწილი მაქვს. ყველას დიალშვიდობისა, ყველას სალამი. გამახსენდა რომ არ დამივარცხნია. გაწეწილი მექნება, მაგრამ მექნება. დღეს ისეთი ქაოსი მქონდა გონებაშიც და ყველგან, ანუ ძალიან ბევრმა ადამიანმა მომწერა. მარათონზე. ეხლა დღეს ბოლო დღე არის მიღების. ეხლა ერთი გოგო კიდე დაგვემატა. ერთი დამატებულია და უბრალოდ ტელეგრამი აქვს გასაკეთებელი. მივწერე რომ გელოდები მეთქი ვისაც ტელეგრამია გასაკეთებელი. ხო. და მოკლედ მთელი ამბები ჩემო ძვირფასებო და ეს რაღაცნაირად ძალიან აფორიაქებული ვარ დადებითად რა თქმა უნდა. და მოლოდინდა რაღაც ძალიან სიამოვნო ის მაქვს რა განცდები. იცით რა მინდა გავაკეთო? აი აქ მიწყვი რამდენი ხანია ეს ტანსაცმელი, რომელიც კარგია, რომელსაც მე არ ვიცომ და მინდა რომ გავცე. ხო და ესეთი რაღაცა მოვიფიქრე, რომ ჩავდებ პარკში, აი კარგი რაც არის, მაგას, მაგალითად ხა გაჩვენებთ. მაგალითად აი ეს კაბა, რომელიც აი მშვენიერია, სულ რამდენჯერმე მეცვა, ხო? ჩავდებ ამას და დავტოვებ. სადმე ისეთ ადგილას, სადაც ბევრი ხალხი დადის და დავაწერ, რომ ამას და კიდე ერთ რამეს. აი ასეთში მაგალითად. და წავაწერ, რომ ანუ ეს შენთვის არის, არ დამრჩა, არ დავკარგე. ეს არის შენთვის, ანუ ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობ, ადამიანი, რომელიც შეიძლება არასდროს შემხვდება, მას მე ამას საჩუქრად გავუგზავნი და ვფიქრობ, რომ სამყარო ზუსტად იმ ადამიანებს მიაწვდენს, ვისაც ძალიან ჭირდება. იმიტომ რომ ეს ყოველთვის ასე ხდება ამ სამყაროში, მე მაგას დავაკვირდი ხალხო. ანუ არაფერი არ ხდება ისე, რაღაც უაზროდ და უმიზეზოდ და უმიზნოდ არაფერი არ ხდება. არაფერი.
ყველაფერს აქვს რაღაც თავისი საწყისი, რომელსაც ზოგჯერ ვერ ვხედავთ ხოლმე. აი ჩავურთოთ ხმარო თუ ვინმე მომწერა გავიგო. ეხლა ჩავწეროთ დირის ვლოგი. მე მაგ გასაკეთებელი ეს გუშინდელი ვიდეო უკვე რო უკან მოვფრუნდით მე და იკა და რა ვიყიდეთ ალბათ ეგ უკვე ნახეთ ამას თუ უყურებთ და ვინც უყურებთ და ეხლა წავიდეთ და მოვიდუღოთ დილის ყავა. მე რა თქმა უნდა რაღაც დრო მექნება აი ეს ფორიაკი და ეს რაღაცა ახლის დასაწყისის წინ რაც არის ხოლმე ეგ ესე ამოვიღებ ხოლმე ზედ დავადებ ორცალს ერთს ესე დავტოვებ და მე შრება აი სულ ორი ამომა ხო და ხო შეიძლება დააბრუნო და დახურო არა არ შეიძლება ხო და ეს თავიდან მექნება ეს ფორიაკი ეს ბუნებრივია ეხლა რა მექნება რა მეც შემოსიცოცხლე მამამ უნდა იყიდოს და ბუემენი კაცია აბა ცუდი კაციც არ ხან ცუდი კაცია ხან კარგი კაცია გააჩნია როგორ მოიქცევა კაცი მოიტანა ბუემენი კი კაცი მოიტანს ბუენოს ძალიან მტვრიანი აქაურობა ხალხო. იქიდან გამომდინარე რომ იქ მშენებლობა, აი ყოველ დღე აქაურობა რომ გაწმინდო, ყოველ დღე არის მაინც გადასაწმენდი და თუ ორი დღე მაინც არ გაწმენდ, ნუ საერთოდ საშინელება ტრიალებს ხოლმე. პირდაპირ. ხმერთ რამდენი რაღაცა მეყარა აქ. ხო და ესე ვაპირებ ხალხო, ასევე ვაპირებ სამკაულებსაც ესე. რომ ჩავდო, რომელსაც არ ვიყენებ და რომელიც არ არის არც გადასული არ აქვს ფერი და არც არაფერი. არ უნდა ზოგი ისეთი მაქვს, რომ არც კი მომიხსნია იქიდან. და ესე დავტოვებ ხოლმე პარკში და ეს ადგილებში, სადაც ბევრი ადამიანი და გოგონა დადის. რა ვიცი, მე მგონი ძალიან მაგარი იქნება. მე პირდაპირ სამყაროს გამოგზავნილი. მე მაგალითად ძალიან გამიხარდებოდა. ევა მინდა. ჩემი ევა მინდა. ვიდეოებს გადავიღებ, უბრალოდ შეიძლება დადება დამაგვიანდეს ხოლმე. ოღონდ ეს იქნება თავიდან, ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ ნუ მეც ვეჩვევი ახლა ახალი სამუშაო დამემატა. ჩემი ყველა სამუშაო არის ის, რაც მე მიყვარს, არის ის, რასაც მე ვაკეთებ და არის 24/7-ზე. ანუ ჩემი სამუშაოები არ არის განსაზღვრული, რომ 9-დან 6-მდე ვიმუშაო, არა. 24 საათიანი, ყოველთვის როცა საჭირო ვარ. ბატონო, ჩემო სიყვარული. დედა, რომელი გოგონა გინდა? მოდი შენ თმა დაგვარცხნო. დედა, რომელი გოგონა გინდა? რომელი მინდა და gold გოგონა მინდა. მოდი, თმა დაგვარცხნო ჩემთან, მოდი. დედა, ლამაზი თვალი. ლამაზი თვალი. რა ფერი თვალი აქვს? მწვანე? თუ ცისფერი? მწვანე. მწვანე აქვს? რატო ფერი მეკათ? რა ფერი მაიკა აქვს? რატო ფერი მეკათ? ფერი მწვანე. რატო ფერი კაბა? რა ფერი კაბა აქვს? Pink. ბალერინა კაპუჩინოს კაბა, კი. რა ფერის მაიკა აქვს? ლურჯი. მე არ ვიცოდი რა ლურჯი აქვს. უნდა შევიკრათ თმა. ჩემო სიყვარულო. ჩემო სილამაზე. ესე.
კაი გოგო ხარ. აქ მაქვს 20 გრამი. მზე სუმზირად ახლა მინდა რომ შევჭამო 10. ამიტომ გადავწონოთ. ეს გადავყაროთ. ესენი გასარეცხებში წავიღოთ. აი ესე. დუშიკიჩი ყოებაში და ესე მითო წავიღე. რომც დაინახოთ რა, მაგრამ მაინც. ასე აქ დავდოთ გასარეცხებთან და ეხლა თქვენს წაგიყვანთ. მე ჩემი ბორანი, ჩემი ყორანი, ჩემი დედას ყორანი. აბა ეს წავიდეთ. ესეც წავიღოთ. აი ერთადერთი მინუსი რაც აქ ამ შარვალს საერთოდ ჯიბე არ აქვს. ანახე, ტელეფონიც მინდა რომ წავიღო. ასე. Yes. Yes. მიყვარს აბარა. გიждები. ვიდი. კი, მინდა. ლამაზია. რამშვენიერია ნახეთ. აი. ევასთან უნდა გოგონას. მე ევა მინდაო, ასე თქვა. ევა მინდაო. This. Scammi. ნახე, ფეხები უნდა ესე მოუხარო, რომ დაჯდეს. ეს და მიაყუდე რამეზე რო არ წაიქცეს. აი, როგორ კარგად ზის. დაჯდა. სკამზე ზის. არ შემიძლია ისეთი საყო. პაჭაჭა ფეხი აქვს. ლამაზი პატარა ფეხი აქვს, ჩემო ციცოცხლე. ასე. 10. მზეს უმზირა გვაქვს 10 გრამი. ასე, ერთი წამი ახლა დაგაპაუზებთ. ერთ ადგილას შევირბენ და უცებ მოვირბენ ძალიან. მოვედი და მოვიტანე ერთი ბალიში მილკ. ეს კამერა მეცდე. და ახლა აბა ყავა გავიკეთოთ. ახლა ყავა. ახლა გემრიელი ძვირფასი ყავა. აურა გამომწოს ეს შარვალი რომაცია.
ცოტა აყორნებული ვარ, იმიტომ რომ ისიც შავი, მაგრამ ყოჩაღდე, წავიდა მამაო. საწავიდაო. მე კი სამსახურში და მე მეკითხა რატო წავიდა. სამსახური ხა მეც ხო მუშაობ და მე სახლიდან მუშაობ და რატო წავიდაო და რა ვიცი, ვუთხარი, იმიტომ წავიდა, მეთქი რომ ფული იშოვოს ხო და მივხვდი რომ ეგ მისთვის ახსნათ არ ვარ გოდა რა. ხო და რა გინდა დე? რა გინდა მაკარონი? ევა. მაკარონი, ოკეი. ხო და მივხვდი რომ მისთვის არ იყო რა ეს ესეთი წონიანის მიზეზით. ვუთხარი, უნდა იმუშაოს, ერთი ფული იშოვოს და ბუენო უნდა გიყიდოს. მეთქი რომ всё, გაიგო. იმის მერე ამბობს ბუენო მინდა გაიგვიდა და სად არის ჩემი მამა? ესე იკითხა. დღეს გაიგვიანებამდე ეწინა. ესე კოფი. ახლა შაქარის ყავა საყიდელი მაქვს, გამახსენეთ მაღაზიაში რო წავალ. აუ რა შეგეძლოთ. ეგეთი ფუნქცია რო ქონდეს, რომ აი მაგალითად თქვა, რომ აი მაღაზიაში მივიდივარ ამ დროს და შემახსენეთ იმითი. ანუ აი თქვენც რო ანუ იმ მომენტში ხედავთ რას ვაკეთებ და როგორ შეგეძლოთ თქვა, ხო, ეგეთი ლაივია. როგორ არის შესაძლებელი? ლაივი უნდა ქონდეს სულ ჩართული მაშინ. ექვსი გრამი შაქარი. წყალს ვავადუღებ და მერე დავდგავ აქ. უფრო სწრაფია, ესე მგონია. ასე მგონია. ნა. რაო ჩემო სიყვარულო? კი, ეხლა გავაკეთებ მე მაკარონს და შენ მიირთმე. ეხლა გავაკეთებ, ხო გინდა მაკარონი? რა? Peanut butter? Okay. I want a peanut butter. მე შევჭამ მამას ამ peanut butter-ს. ის ვინც არის ის შემსავით. ეს არის არაქისის კარაქი. აივანა, მე მსურს არაქისის კარაქიო. ვაიმე, ჩემი პატარა. არაქისის კარაქი სურს ხალხო. რა უნდა ქნა, როცა სურს? რა უნდა გააკეთო, როცა სურს? უნდა მიართვა. გამაზე კაი რა უნდა მიართვა. იცით როგორ უყვარს? ეს არის ცხიმები, სასარგებლო. შეიცავს ასევე ძალიან კარგ ცილებს, ანაყრებს დიდი ხნით. ვაფშე ზღაპარია. რათა როგორ ჭამს იცით? აი ამას მოლოკავს და იმას ტოვებს. ხლებს არ აჭამს. ხლებსი უბრალოდ იმისთვის უნდა, რომ ხლებსე იყოს ეს წასმული. ეს არ გადმომივიდეს ახლა. აი ზუსტად ვიცი ხა გავიქცევი და გადმოვა. უკვე იმაშობა. აი კიდეებზე გაიკეთა ის. კუდი რომ უნდა აწიოს ზემოთ. I want a peanut butter. ვაიმე, შევჭამე ამ peanut butter-ს. ხოდა მოგა დღეს საბოლოო დამატებები იქნება გოგოების ჩემს იმაში მარათონში საბოლოო შემადგენლობა შევდგებით დღეს. გული აი ასე მაქვს, რომ ვიწყებთ, ერთი სული მაქვს. აბსოლუტურად სხვადასხვა ისტორიით და სხვადასხვა წონით არიან ჩემთან გოგონები წარდგენილი. ხო და აი peanut butter.
Pink არ ვიცი სად არის? არ არის. კი. დაიყიდოთო ბუშტიო. იმე ჩემ მაიმუნი ბავშვი. აჰა. ეხლა დღეს კაფე შეინარჩუნა გუშინ და გუშინი ჩაბრუნებული დავლია. აგერ. ეს არის რაც არის. აჰა. აქ დავლიოთ მოდი რა, please. ხვეწები ოღონდ ეს გადასაწმენდია. ეს მაგიდა. მოდი გადავწმენდოთ. მოდი სველი სალფეტკით გადავწმენდ რა. არ მიყვარს ეს. ეს სტილო. მე ყოველთვის რო ვრეცხავ, მე ვშლი და ანუ ბერჯერ ჩემს გარეშეც ირეცხება და მე შეკრული დევს და შეკრულიო დევს რაღაცნაირი საზღარი ხდება და ხელის მოკიდება არის შემილია ვერ ვიტან. ხო და ხმარობ სულ სალფეტკს. აქ შოკოლადები, ნაყინები, ყავები, საჭმელი. ძალიან მიყვარს ეს მაგიდა. აი არ ვიცი ძალიან. სკამებიც უნდა ვიყიდო მე. ეხა გონი აქცია. კარფურშიც არის, გონი მიხაუშიც არის. მაგიდიან სკამებიანად არის თან. ეკით აივანზე დავდგავდი მეორე მაგიდას და ერთი სკამი იქ მექნებოდა, ერთს აქ დავდებდი, აი ამის ნაცვლად. ეს არ არის პრაქტიკული. ესე იგი როგორი მტვერება უბრალოდ ყველაფერი ვერ წარმოიდგენ. აჰა. აი, შვენიერია. მოვიწყეთ ჩვენი სივრცე. peanut butter. ახალი კამ. აი მე ის დამავიწყო და ეს ყავალ უღე და დამავიწყო და ესე ბატი. ესე. მარილი. მაკარონი ჩემთან ისე უყვარს, კიდე უნდა ვიყიდო თუ არის კარფურში აქციაში, იმიტომ რომ ეს გუშინ გავხსენე ნახე უკვე. ევასაც უყვარს, ბიჭებსაც მეც, ყველას გვიყვარს. ბევრს არ ვუხარშავ, იმიტომ რომ მე ჩემი ახლა რომ ახალ-ახალი ჭამოს. ახალ-ახალი მოხარშული. ვიდრე მეორე დღეს თუნდაც. საერთოდ ახალი მომზადებული მიყვარს ყველაფერი მე. აჰა. ეხლა რა მინდოდა კიდე იმ ტელეფონს მოვიტან ყოველი შემთხვევისთვის. აი ნაჩუჩებს ამაში ჩავყრე. ნაჩუჩი. ამაში იმიტომ რომ ხაისო დაუბერავს არსად არ წაიღებს. ჩვენი ეს ყავა დილას გარგარი შევჭამე. ყავასთან. ანუ ჩემი პირველი კვება ეხა კი არ არის. გავხსენი. მივდგათ რომ არ იყანყალებს. რაღაცნაირად რო დგას, აი ასე. მე აღარ ყანყალებს. კოფე.
სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყველაფერი ყველაზე მთავარია და ჩვენ ყველაფერი იქნება. აბა როგორ ხართ ჩემო ძვირფასებო, როგორ გიგითხოთ? მე როგორც გითხარით, აღელვებული ვარ. ველოდ, მოლოდინი მაქვს. აი აქ ნაგავიდეოს ხალხო გადასაგდებით, იმდენი მზეს უზირის ნაჭუჭი ყრია. გონი მარტო მზეს უზირის ნაჭუჭი ყრია. განახოთ. ხო. თან ძალიან მიხარია. და აი გული მიფანს ქალებს. ძალიან მაგარი იქნება ერთად. ძალიან დიდი мотиваცია, ძალიან დიდი სიხარული. შედეგები ხო საერთოდ. მაგაზე ჯერ არც კი ვფიქრობ მაგ სიხარულზე. მართალია. გონდა ვამუყამე. ის შეფარდება, რომელთაც ისეთი ყავა გამოდის. როგორც მე მომწონს. ძალიან ყავიანი, არა წყალ-წყალა. ოღონდ შავი ყავა არა, ყავისფერი. და ის ამ შაქარი. არც პატარა, არც დიდი საშუალო კოვზი. ხო შეიძლება ცოტა ჩაყარანი კოვზი, ამ ბევრი ძალიან. ნახოთ. გუშინ გვიან დავდე გუშინდელი ვიდეოები და არ ვიცი, კომენტარით მოასწრით, ნახვა. მოგესწრიათ. ძალიან მიხარია ამდენი წარმატებული სპორტსმენი რო ყავს სოფიომ კაისენ ჩვენი პატარა ქვეყანა ირინა მე ძალიან მიხარია ძირფასო რუსუდან მიყვარხარ ძალიან ამ ბიჭების გამო და მიზეზით დაუწყე ყურება თორე ხა ესეთი ჩხუბები და რაღაცა ძალიან არასად შემორამია მაგრამ იმდენად ფალეში ყოფდი და ბოლოს მომეწონა MMA ბედნიერი დღე ჩემოლამაზო მას გიოთავთ ილიას გამარჯობა სრულიად საქართველოსაც ულოთავ ჩვენი სიამაყე ნამდვილად და ციცი პონიჩკა დასუმზე რა გაგერჩიო მოდი გაგერჩიო Felix vlogs ვიღებთ კოკოები. ულამაზესი ხარ ნიმანქანა ბედნიერია შენაი ლამაზა საყვარელ ნიჭიერ ადამიანს ვატარ. ფაიმე დიდი მადლობა ჩემო საყვარელო. ძალიან დიდი მადლობა. იმედი მაქვსო ბედნიერია. კიდე გინდა? ანდრია მოდის ნახე პური მოაქვს. ვა, სხვანაირი პური მოაქვს. ის პური მოაქვს, მე რომ მიყვარს. არ იყო ეთყობა აქეთ. რა კარგები ხართ ნიკა. პროფესიონალი ამანქანის ტაიბაშთან რა კარგი. ახსნა საუკეთესოები ხართ მიყვარხართ. მადლობა ძირფასო, დიდი მადლობა. ნამდვილად გუშინსაც შეაყარა პროსა გავგიჟდი. მეც ბევრი გაკოცე ჩემო თეჯინაო ირმა. იცოცხლე. მეც ბევრი გაკოცე ჩემო თოჯინაო ირმა ხალხს ავკითხა ნამდვილად გიოთავთ ილიას გამარჯვებას მაგარია ილიაო მანანამ კარგი დღე მოგცეთ ნინი მადლობა ძვირფასო ყველას კარგ დღეს გისურვებთ ვინც ამ ვიდეოს უყურებთ ვინც არ უყურებთ ყველას წარმატებები ნინი ნინო გამარჯობა ნინი პირველად ნახე კვერცხს რომ რეცხავ ჟელეში მე ჩვეულებრივ წყალში გამირეცხავს კვერცხიო ძირფასო ჟელეში ვირეცხავ მარტო იმას რომ მასაც ბოდიში და ზედუსვია სკინტლები
ანუ ჩვეულებრივ წყალშიავი არ გასდის. და მე რო წარმოვიდგენ რომ ხარშვაში გასკდება და შიგნით შევა, მე საერთოდ ვერ შევჭამ. და როცა ვტეხავ ხოლმე და ვწვავ, მაშინ არ ვრეცხავ საერთოდ. იმიტომ რომ ისე ვტეხავ რომ მე რას შვებე. ორჯერ გამოვედი და შევედი. ბედნიერი დღეს აყვარელო ლელუ, მეც კარგი დღეს გისურვებ ძირფასო. ნანა, წარმატებები ნინიო მარათონზე. მადლობა წარმატებები მე და ჩემს გოგოებს ყველას. Roblox 18 საათიანზე ვარ. ბოლო 7-ზე ვჭამს ამ თვეში 3 კილო დავიკელი. არ ვიზღუდავ ძალიან საჭმელს. პური იშვიათი თქმის ყოველ დღე. არა, ისე ცოტა ძალიან. როგორ როცა იცი? ეტყობა. ანუ რო ჭამ. როცა ჭამ იმ შუალედში. ანუ ზოგ დღეებში, უმეტეს დღეებში დეფიციტზე არ ხარ. ანუ ხარ შემანარჩუნებელზე. შემანარჩუნებელი ოდენობის კალორიებს იღებ საკვებისგან. ანუ მე ხო ვთქვი რომ TikTok-ზე მქონდა ვიდეო. ანუ ჩვენ არ ვიკლებთ 18 საათიანში დროის ინტერვალით. ჩვენ 18 საათიანის დროს იმიტომ ვიკლებთ, რომ იმ ინტერვალში ვერ ვასწრებთ. ვჭამოთ იმაზე მეტი, ვიდრე გვჭირდება. თუ ვასწრებთ და არიან ადამიანები, ვინც ასწრებენ, მაგალითად მე შეიძლება მოიმატოს კი საიკლოს კი არა. ხო და შენ ზოგ დღეებში შემანარჩუნებელი გაქვს, ზოგ დღეებში გაქვს დასაკლები. ამიტომ დაიკელი ესე. ნუ კიდე გავშენ რამდენი კილო ხარ. იმიტომ რომ ძალიან დაბალი თუ აწონა. შეიძლება რომ ესე მიდიოდეს თვეში 1 კილო. მაგრამ თუ ძალიან დაბალი არ ავიწონა, მაშინ მე რაზე ხარ ის ვარიანტია. ორი იშვიათად ტკბილიც ყოველ დღე არაო. არ აქვს მნიშვნელობა, რითი გექნება პრეფიციტი, თუ ზედმეტ შეჭამ, ანუ შემანარჩუნებელს თუნდაც თუ შეჭამ, დაკლება არ იქნება. და არ აქვს მნიშვნელობა, თუ დეფიციტი არ შეიქმნება, რა საჭმლით ავსებ, კლება არ წავა. ესე თოკოს დაბადების დღეს მილოცები წავიდა ბოლოსკენ და მადლობა ყველას. ვინც თოკოს დაბადების დღე მიულოცოთ, მე მომილოცეთ. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. ადამიანი რო იბადება ამ ქვეყანაზე. საოცრება. მიყვარხარ ძალიან. როგორც გითხარით, დღეს თავით ვარ გადაშვებული აი ამ ჩემ ამბებში. ახლა იმ ბლოგს გაგიკეთებთ. შაბათი დღის ბლოგიც რაღაცა მქონდა გადაღებული და არ გამიკეთებია. მოძებნი რომელ ტელეფონში მაქვს. მე და ევა მარტო რო ვიყავით სახლში. მოვაკეია. დღეს მინდა მჭადი გამოვაცხო და დავთვალო კალორიები. წარმოდგენა არ მაქვს. ჩემ გამომცხარ ჭადს რამდენი კალორია აქვს. ისეთი კაი ის მაქვს ყველი. მოძა არ მომინდა, რატომ მჭადი გავაკეთო. ხოლმე მგონი მაქვს ჭადის ფქვილი. იმიტომ დღეს მინდა რომ გავაკეთო. შუა დღესკენ. გუშინ საღამოს მაგას ალბათ ამ ვიდეოს ჩავსო. წავედით. მე და ევა. მე ევა და იკა. სუფთა სახლში. ვიყიდეთ მანიკური ორი ფერის. გაჩვენებთ. ფეხისთვის მინდა. ფეხზე არ მინდა. ესენი გავიკეთო.
ჩვეულებრივი მანიკური მინდა ფეხს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მეშინია ფეხის სოკოსი. და არ მინდა ზედმეტად ან გავიქლებო ან რაღაცა. რა პროვოკაცია არ მოვახდინო. იყოს მოგრეთ. просто ოსულო მანიკურად არა ალამაზი ხა. ღიები რო დაიწყო, ღიების სეზონი. ხო, კიდე ქოშის ყიდვა მინდოდა რაღაცის და იქ თბილისის მოლში არ ყოფილა ისა უნოშულზე. არ და მახსოვდა რომ თითქოს ეგრე მითხრესო თბილისის მოლში. ბაიმი ბონი. გეტკინა. თავში მოხდა იდაყვი ჩემი. მოდი მსხვილ ყველაზე მსხვილი მას მოგცემ. ასანაზღაურებლად, აჰა. აი აქა, დებილო რა შეჭამ. რა შეჭამე? ჩემ პატარა აგო მიყვას მართლა. ხო და სოფია ვარ გამეცნო ხახო ჭიხვახვას არასდროს არ მოვიყვანდი. ვერასდროს გავიგებდი თუ ესენი ესეთი საოცრები არიან. რო არ მენახა მია და ვიკი. ხო და მოკლედ ისა რას ვიძახდი, ვიყიდეთ ეს მანიკური. ორივე ერთ ფერშია დაახლოებით და ვერ გადავწყვიტე რომელი ამიღო და რადგან ვერ გადავწყვიტე ორივე ავიღე. და მინდა რომ ფეხზე გავიკეთო მე თვითონ ეს რაღაც ძალიან მარტივი მანიკური და ხო უნოშურსში კიდე რა ვიცი არ ვიცი სად არის პეკინზე ვიცი რომ არის ვარკეთილშიც ვიცი რომ არის სამგორშიც ვიცი რომ არის და სხვაგან არ ვიცი სად არის კიდე აქეთ ჩემს კი რა დავჟე ვარ სად არის საერთოდ მარჯანიშვილზე მითხრეს ოღონდ არ ვიცი რა ადგილას არის მარჯანიშვილზე შეიძლება ხო ეგ მინდა მე რომ მოვერთა ტოვა ევა დაიღალა. ცოტა მოშოვებით არის ჩვენგან რა ეს სუფთა სახლი და მალევე დაიძინა. მე ვიდეოს ვაკეთებდი თქვენთვის და იქამ შემოიყვან დაიძინაო. პარკში იყო კონცერტი. არ ვიცი რასთან დაკავშირებით 2 დღეა კონცერტებია და იმ ხალხმაზე მუსიკა რომ ფანჯარაღია მაქვს ხოლმე და დავხურე, იმიტომ რომ არ ვიცი ბავშვი არ გააღვიძო მეთქი იმ ხალხმაზე ღრიალი ისმის და იქ რო კორპუსებია მე არ ვიცი ხალხი ბავშვს როგორ აძინებს მე არ ვიცი ძალიან კომფორტულია მე ვთვლი ღამისათი რაც მე ესეთი ხმაურები ჯაგაჯუკებია უნდა იყოს თუ ისეთი ადგილია რომ გარშემო ხალხი ცხოვრობს აღარ მაქვს მეტი აღარაფერი ჭამე უკვე ყველაფერი დავლიე. წამობა გოგოებს ვაჩვენოთ ის. როგორი ფერი ვიყიდეთ. ეს არის შოთი. ეგ არის შოთი თქო. არ იყო მე და აქეთ თუ ეგ გინდოდა. რიკამ თქვა ორივე ერთი ფერიაო რო ვეკითხებოდი რომელი ავიღო თქო მაგრამ გოგოები დაინახავთ რომ ერთი ფერი არა ორივე ეს ცოტა მუქისკენ მიდის ასეთი ჭოჭყიანი ვარდისფერი და ეს მიდის უფრო ვარდისფერისკენ რაღაცა ნახე ხოლმე დღეს უნდა გავიკეთო საღამოს ოღონდ იმდენი საქმე მაქვს იქამდე ვერანაირად ვერ მოვახერხებ საღამოს უნდა გავიკეთო ფრჩხილები მოვიწესრიგო მივცე ფორმა გაზრდილია და მე ესენი წავისვა
მქონდა რაღაცა ბასანჩიკები, რომელიც ვერ ვიპოვე, არ ვიცი, გადმოსვლის უს გადმოვიტანა, მე გადავყარე თუ მე არ გადამიყრია, მაგრამ შეიძლება რა ვიცი. ვეღარ ვიპოვე. ანუ რაღაცა პატარა ქუსლიანი ან ქოში ან ბასანჩიკი რაღაცა მინდა და ისიც მინდა. ეხლა უკვე რაც მაქვს მე ადრე ძალიან გაჭირვებული პერიოდი რომ მქონდა თემა გოგო მორჯერ ჩამირიცხა ფული. რომ ბასანჩიკი მეყიდა. მახოდა ორივეჯერ ერთნაირი ბასანჩიკი ვიყიდე, იმიტომ ძალიან კარგი ბასანჩიკია, მაგრამ უკვე გადასაგდებია ისე კარგად ვიხმარე, რომ აი უკვე აღარ ვარ გადა. ეხლა გუშინე ფლოში რაც ვნახე მაგის მსგავსები, არაფერი არ არის. ანუ არის მსგავსი, მაგრამ ჩემ ფეხზე არ ზის, არ ვიცი როგორ გითხრათ. ზომა კარგად მაქვს, მაგრამ ჩემ ფეხზე არ ზის. ხო და ისა ვერ ვიყიდე, რაღაცა ისეთი ყოველდღიური რა. თან ძალიან ასაკიანად რო არ გამოიყურებოდეს, თან პრაქტიკული რო იყოს, თან თანამედროვე რო იყოს. ვერაფერი ვერ ვნახე ხალხო. მოიცა, მაევა მაკარონი მიუტანე, ყველი მოუჭერი. ხო და ეხლა წავედი ჩემი მთელი დღის გეგმებით, იდეებით და ასე შემდეგ. მადლობა ყველას, ვისაც ჩემი კარგი გიხარიათ. ძალიან დიდი მადლობა და დაგბრუნებოდეთ 1000 მაგად და мотивация ყოფილიყოს თქვენთვის, რომ ადამიანს ყოველთვის შეუძლია მიიღოს სამყაროსგან და გასცეს უდიდესი ცოდნა, რასაც აუცილებლად დაინახავენ ის ადამიანები, ვინც საჭიროა და დააფასებენ. ეს უძვირფასესია. ბოღმიანებსაც მაგას ვეტყვი, რომ იმას ვიდრე დრო დახარჯოს იმაზე, რომ სხვას ცუდი უსურვოს და გული ეტკინოს სხვისი კარგით, ჯობია რომ ყურადღება თავისი მიმართოს, ეს ჩვენი უდიდესი რესურსია, ჩვენი ყურადღება საით არის მიმართული და ყურადღება მიმართოს იქითკენ, რომ იპოვოს რა არის მისი საყვარელი საქმე და განავითაროს. ისეთი რაც ვიღაცას კი არ ვნებს, არამედ პირიქით ადგება. მიყვარხართ კოცნით, კარგ დღეს გისურვებთ, წარმატებებს გისურვებთ, თქვენც მისურვებთ წარმატებები, მე, ჩემ გოგოებს და ახალი შემართებით, ახალი სტარტით, ახალ გზაზე ეს საოცრებაა. და ყველას გამოგვეცადოს ეს ჩვენ საყვარელ საქმეში. მიყვარხართ.